კიდევ ერთი ჩართვა გვექნება ჩვენ მურმან დუმბაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და შემდეგ უკვე დაუბრუნდებით საბოლოოდ ჩვენ სტუმრებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და ვიცე-სპიკერი ბატონი მურმანის შემდეგ. ბატონი მურმან, მოგესალმებით საღამო მშვიდობისა. საპარლამენტო უმცირესობა კონსულტაციებს იწყებს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დასაწყებად. ნაციონალურ მოძრაობას 11 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება სხვა ფრაქციებიდან. ერთი უკვე აქვს, ეს ხართ თქვენ. თქვენ მზად ხართ უმცირესობის მოთხოვნას შევერთეთ. მე ბატონო გიორგი, ეხლა რამდენიმე წინადადება უნდა გითხრათ, ეხლა ამ დებატებთან დაკავშირებით. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და ეხლა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დებატებს რო ვუყურებ. ახლა აშკარად ჩანს, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთს ძალიან ემსგავსება, რაც უფრო სიღრმეში შედიან. ეხლა ერთი უმტკიცებს, რომ ქონება წაგართვი, მეორე უმტკიცებს, რომ ქონება არ წამართვი და მესამე კაცი, რომელიც აი ნეიტრალურ მდგომარეობაში ზის და აი ადამიანი, რომელსაც ქონება წაართვეს, თქვა რიგითი მაყურებელი როცა უყურებს, ის მოქალაქე ფიქრობს, რომ ქონება კი წაართვა სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს ქონება როდის უნდა დააბრუნოს, ამაშია მთელი პრობლემის არსი. ამიტომ საკითხი, რომელიც დგას მთავრობის უნდობლობის პროცედურასთან დაკავშირებით, უნდა გითხრათ, რომ მე პირადად როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყე გაცილებით ადრე, ვიდრე მას დაიწყებდა ნაციონალური მოძრაობა. მაგალითად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ გრძნობიარე მთავრობაში, აჭარის მთავრობაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველაზე მძლავრმა ფრაქციამ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ადგილობრივი მთავრობის უნდობლობის პროცედურის გამოცხადება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოს თვეში, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მე უმრავლესობა დავტოვე შესაბამისად ფრაქცია და დავტოვე შესაბამისად პარტია. მე პრეტენზიები მაქვს ამ მთავრობის მიმართ, როგორც უხერხემლო, უენერგიო და ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნებელობის არ მქონე მთავრობა და ბუნებრივია მე ამ ხელმოწერას კი არ ვუერთდები, უფრო უპრიანი იქნება ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობა გვიერთდება ჩვენ. ეხლა მე პოლიტიკური პარტია არ მაქვს და ბუნებრივია მე ვერ დავიწყებდი ამ იმპიჩმენტის პროცედურის გამოცხადებას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ კვლავ უნდა დავადასტურო, რომ 7-8 თვის წინ მთავრობის უნდობლობის პროცედურა ოფიციალურად ჩვენ დავიწყეთ აჭარის მთავრობით და ბუნებრივია როგორც მისი ორგანული ნაწილი, ასე ვთქვათ, აჭარის მთავრობა და ცენტრალური მთავრობა ერთმანეთში არის, ასე ვთქვათ, შეერთებული და ეს პროცესები რაც განვითარდა უმაღლეს საბჭოში და აჭარაში. აი ამას მოყვა ის, რომ საკმაოდ რთული პროცედურაა. ამას მოყვა ის, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაიშალა. ეხლა თქვენ მაშინვე თქვით, როდესაც გაათავისუფლეთ თანამდებობის პირები იქ ხმების უმრავლესობით, რომ იგივე პროცესები განვითარდებოდა უკვე საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს ვარაუდები, რა თქმა უნდა, გამოთქმული იყო, რომ შულმა პირდაპირ ეთერშიც თქვა, რომ ეს რღვევის ხაზები ცოტა ხანში გამრავლდება უმრავლესობაში. ეხლა დააკვირდით, ეხლა რა შემიდის, რა წინააღმდეგობაა. ეხლა მე გამოგითხვის შედეგები კარგად არ შემისწავლია, აი რა ის მონაცემები, მაგრამ აი როგორც თქვენგან გავიგე, ერთ-ერთი შეკითხვა ასეთია, ახლა პერიფრას გავაკეთებ, როდესაც მოქალაქეს ეკითხებიან, რომ რა პრეტენზიები გაქვს საქართველოს მთავრობის მიმართ და უმთავრესი 29% მე მგონი მოსახლეობისა ამბობს, რომ ყველაზე მთავარი პრეტენზია ამ მთავრობის მიმართ არის ვერ შესრულებული თუ არ შესრულებული დაპირებები. და როცა ჩვენ ამ მთავრობის უნდობლობაზე ვლაპარაკობთ, აქ უნდა ვილაპარაკოთ ბუნებრივია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე რა დაუპირდით მოსახლეობას და 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ რა შეუსრულეთ ამ მოსახლეობას. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული სხვაობა დაპირებასა და შესრულებას შორის, ამიტომ ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო რაც დრო გადის, კიდევ უფრო იზრდება და უნდა ჩავთვალოთ, ამიტომ საბოლოოდ მე ვადასტურებ, მინდა გითხრათ, რომ თელმა საქართველოს მოქალაქეება გაიგოს, რომ არ მაინტერესებს ვინ დასვამს საკითხს მთავრობის უნდობლობისა. მე მაინტერესებს რა საკითხი დაისვება. ნაციონალური მოძრაობა დასვამს ამ საკითხს, ქართული ოცნება დასვამს, რომელიმე ფრაქცია დასვამს, საპარლამენტო ჯგუფი დასვამს საკითხს მთავრობის უნდობლობისა, მე ხელს ვაწერ და მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური ნებელობის არ მქონე მთავრობა ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს უფრო ენერგიული ადამიანები. მე მესმის ისიც, რომ პოლიტიკური შედეგის მიღწევა პრაქტიკულად ამ პროცედურის დაწყებით იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ ურთულესი კონსტიტუციური ლაბირინთები არის გასავლელი, ეს ძველი ხელისუფლების მიერ დაწერილი კონსტიტუცია რთული პროცედურაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ახლა რა თქმა უნდა, ხმების რაოდენობაზე რთულად მისაღწევია, მაგრამ მე არ მაინტერესებს ახლა შედეგი დადგება თუ არა, ეს ერთი საკითხია. თქვენი თანაგუნდელები იყვნენ, როგორია მათში განწყობა? თქვენ თვლით, რომ არიან იქ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ნელ-ნელა გადმოვიდნენ ამ საქართველოს უმრავლესობაში და დაუჭირონ მხარი
მთავარი საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს აკლია გაბედულება და გაბედულების გარეშე, პოლიტიკის გარეშე, პოლიტიკური დისკურსის გარეშე, პოლიტიკური ნებელობის გარეშე შედეგის მიღწევა ბუნებრივი არ რთული, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საბედნიეროდ არიან ადამიანები საქართველოს პარლამენტში, რომლებიც ზუსტად ისე ფიქრობენ, როგორადაც მე ვფიქრობ საქართველოს თავრობის მიმართ. შეიძლება როდესაც გაბედო? ეხლა რა თქმა უნდა, შეიძლება ერთი დღე მოხდეს ისე, რომ ამ ადამიანებმა ის გაბედულება შეიძინონ, რაც მე მაქვს და ეს დაფიქსირება მოხდეს. ეხლა მე ვამბობ, რომ შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მაგრამ მე იმდენად ასე ვთქვათ, ფინალი კი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს პოზიციის გამოხატვა. აქ არის თავარი არსი ამ უნდობლობის პროცედურის დაწყება. იმიტომ რომ 3 წელი გავა, 4 წელი გავა, 1 წელი გავა, მე არ უნდა თქვას მოქალაქემ, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი, იცი რა, მეც ვებრძოდი ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას, მაგრამ არ გამომივიდა. პოზიციები დავაფიქსიროთ. აქ არის პოზიციების დაფიქსირება. ქაღალდზე უნდა გადავიტანოთ ჩვენი დამოკიდებულება დღევანდელი მთავრობის მიმართ. როცა უამრავი 10,000-ობით ქონება არის ჩამორთვეული და 2 წელიწად ნახევარი გადის და მთავრობა ვერ აბრუნებს ამ ქონებას. რა უნდა ვიფიქრო? ეხლა ეგ ბესელია, ეკამათება ნაციონალური მოძრაობის წევრს, რომ თქვენი ყავით მარბიელები, თქვენი ყავით ქონების ჩამორთვევები, ეს მარბიელები ჩემოეკა და ეს ქონების ჩამორთვევები დანიშნული ყავთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა დაამტკიცა და მათმა პარტიულმა სიებამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ქართული ოცნება არაფრით არ განსხვავდებით ნაციონალური მოძრაობისაგან. თქვენ ერთი და იგივე ხალხი ხართ, პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე თვითმმართველ ქალაქის მერიებში, ეს არის რაიონის გამგებლები, ეს არის სამსახურის უფროსები, ეს არის ვიცე-მერები, თანამდებობის მაღალი თანამდებობის პირები, პრაქტიკულად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სამარბიელო საქმიანობაში და ეს ადამიანები თქვენ დააწინაურეთ. მე შემიძლია გვარი დაგისახელოთ, მე შემიძლია სახელები დაგისახელოთ, კი არ მერიდება, კი არ მეშინია. დაუჯდეთ ამაზე ცალკე თემა დავშალოთ და ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი. ეთახმებით თუ არა თქვენი მკვლევის შედეგებს, რომელზეც ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში საუბრობთ, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა მოსახლეობა თulis, რომ გაუარესებულია კორუფციის მეჩვენება რომ გაუარესებულია, უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ მე არ მომეცა საშუალება, რომ ეს კვლევის შედეგები შევისწავლო, მაგრამ ის რომ აშკარად ჩანს, რომ რეიტინგი ქართული ოცნებისა დავარდნილია, რომ უკან მოდის, რომ ის რაც ხდება მარტო სამთავრობო ასე ვთქვათ, სახელისუფლებო შტოებს შორის, ეს არის მარაზმი, ეს არის მიუღებელი კატეგორიულად. აქ უბრალოდ კონსტიტუციური მუხლების დარღვევასთან გვაქვს საქმე. 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ააპირებს საქართველოს პარლამენტში მოსვლას. ეხლა როცა დაასახელეს ეს პრეზიდენტი, მე მაინც და მაინც აღფრთოვანებული არ ვიყავი, მაგრამ ეხლა როცა აღარ მოწონს ვიღაცას, მეც აღარ უნდა მომეწონოს ეს პრეზიდენტი. რანაირი დამოკიდებულება ჩვენ ამით საქართველოს მოსახლეობას ნიჰილიზმში ვაგდებ. მე მოსახლეობას უფრო მეცხვდები, ვიდრე ამ საპარლამენტო კაბინეტებში ჩაგეტილი ადამიანები და გარწმუნებთ, რომ 10-დან 10 ადამიანი არის ნიჰილიზმში. როცა ვეკითხები საქართველოს მოქალაქეს, მოდი ვადამდელი არჩევნები რო ჩავატაროთ, თქვათ საპარლამენტო არჩევნები, ან რეგიონალური არჩევნები, ან ადგილობრივი არჩევნები. 10-დან 10-ვე ადასტურებს. პირდაპირ მეუბნება, რომ ისინი არაპირებენ საარჩევნო ყუთებთან მოსვლას და პასუხისგებლობა ვის ეკისრება? იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ვეძახით, რომ 9 წელი ცუდი იყავით, თუ იმ ადამიანებს, რომლებიც 2 წელიწად ნახევარია ვართ ხელისუფლებაში და პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ. მე ვფიქრობ, რომ ის რაც ხდება ხელისუფლებაში, ეს არის პირდაპირ სახელისუფლებო შტოებს შორის კონფრონტაცია კატეგორიულად არის დაუშვებელი. ამ კონფრონტაციის ყველაზე დიდი მეწილე არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან, ახალგაზრდა კაცია. ვერ შეძლო მენეჯმენტში მუშაობა, ვერ შეძლო გუნდის შეკრა. პირიქით, მისი ამოცანა და მისი დანიშნულება უნდა იყოს, რომ ხელისუფლება შეკრას. დღეს ხელისუფლება არ არის ერთიანი, ეს არის მთავარი პრობლემა, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე იქნება დადასტურებული. მურმან დუმბაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.